მსოფლიოში დაუმუშავებელი ბრილიანტების დაახლოებით 80% ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის ბრილიანტების რაიონში გადის, რომელსაც ანტვერპენის დაცული ბრილიანტების ზონა ეწოდება. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბრილიანტებს ამუშავებენ. ამიტომ ეს ადგილი განსაკუთრებით მკაცრად არის დაცული. ზონას აქვს საკუთარი პოლიციის განყოფილება, სათვალთვალო კამერები და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან მონიტორებს. რაიონში შესასვლელი და გასასვლელი გზები ტელესკოპური ბარიერებით არის დაცული. ასეთი განსაკუთრებული დაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ანტვერპენის ბრილიანტების რაიონში მდებარე შენობის, მსოფლიო ბრილიანტების ცენტრის დაცვაა. შენობის 13 სართულზე განთავსებული იყო მსოფლიოს უმსხვილესი ბრილიანტებით მოვაჭრე კომპანიების 225 ოფისი, ხოლო ამ კომპანიების უმეტესობა საკუთარ ბრილიანტებს შენობის საერთო საცავში ინახავდა. ბრილიანტების ცენტრის შენობაში შესასვლელად აუცილებელი იყო სპეციალური საშვის წარდგენა, რომელსაც კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად აფიქსირებდა თითოეული შესვლისა და გასვლის დროს. შენობაში დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, ხოლო დაცვა ჩანაწერებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდა. ბრილიანტების ცენტრის საცავი, რომელშიც განთავსებული იყო 189 სეიფი, მიწის ქვეშ მეორე სართულზე მდებარეობდა. სწორედ აქ ინახებოდა ოქროს სამკაულები, ნაღდი ფული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრილიანტები. საცავში შესასვლელად უსაფრთხოების 10 განსხვავებული დონის გავლა იყო საჭირო. მას იცავდა უზარმაზარი ფოლადის კარი, რომელიც თითქმის 3 ტონას იწონიდა. მისი გაბურღვა სპეციალისტების შეფასებით დაახლოებით 12 საათს მოითხოვდა. კარში ჩამონტაჟებული იყო სეისმური სენსორი, რომელიც ნებისმიერი დარტყმის ან ბურღვის მცდელობის შემთხვევაში ავტომატურად ააქტიურებდა სიგნალიზაციას. არს ასევე ჰქონდა რთული კომბინირებული საკეტი. მის გასაღებად საჭირო იყო 4 ორნიშნა რიცხვი, რომელთაგან თითოეული 0-დან 99-მდე შეიძლება ყოფილიყო. ეს კი დაახლოებით 100 მილიონ განსხვავებულ კომბინაციას ქმნიდა. თუ რიცხვები არასწორი იყო, გასაღები არ იმუშავებდა, რადგან კომბინაცია ქმნიდა ცილინდრულ მექანიზმს, რომელსაც გასაღები ზუსტად უნდა მორგებოდა. კარის ზედა ნაწილში დამონტაჟებული იყო მაგნიტური სენსორები, რომელთა გადაადგილების შემთხვევაში სიგნალიზაცია ავტომატურად ირთვებოდა და თუ ვინმე საკეტის გატეხვას და კარის გაღებას მოახერხებდა, სიგნალიზაცია მაინც ამოქმედდებოდა. მასიური ფოლადის კარის მიღმა დამონტაჟებული იყო დამატებითი დაცვის სისტემა, სინათლის მოძრაობის და სითბოს სენსორები და მაშინაც კი თუ ვინმე შეძლებდა კამერების, მოძრაობის სენსორის, სეისმური სენსორისა და სხვა უსაფრთხოების სისტემების გვერდისავლას და საცავში შეღწევას. შიგნით მას კიდევ ერთი დაბრკოლება ელოდა: სეიფები, რომელთაგან თითოეული